კარგი, 18 მაისს საერთაშორისო დონის გამოფენა სახელწოდებით მხატვრული დანების ექსპო 2025 გაიმართება. ღონისძიება უმასპინძლებს მსოფლიოს უმაღლესი კლასის ხელოსნებს, რომლებმაც დანა ხელოვნებად აქციეს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ხელით შექმნილი უნიკალური დანები, ხანჯლები, ხმლები და საბრძოლო ხელოვნების ნიმუშები. ასევე მნახველებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ უნიკალურ ნამუშევრებს და უშუალოდ შემქმნელებთან ერთად დააფასონ ხელოვნების იშვიათი ფორმა. ხელნაკეთი მხატვრული დანები. იარაღების შექმნაში მე შემიძლია დავიტრაბახო, რომ მე ვარ ერთ-ერთი პიონერი, რომელმაც პირველი გასვლა გააკეთა საზღვარგარეთის არენაზე საქართველოდან. მრავალი ქართველი ოსტატისათვის, რომლებიც მუშაობენ მხატვრული იარაღის თემაზე, ჩვენი ეროვნული მუზეუმი იყო პირველი ალბათ შთაგონების წყარო. იდეა საერთაშორისო მაღალი კლასის გამოფენის ჩატარებისა დაიბადა 1 წლის უკან, სადაც გადავწყვიტეთ მსოფლიოს წამყვანი ოსტატების მოპატიჟება თბილისში, რომ წარმოეჩინა თავისი უნიკალური ნამუშევრები. 18 მაისს სასტუმრო პულმანში გაიმართება მხატვრული დანების გამოფენა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ზოგადად ამ სფეროსთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ხდება ამ კონკრეტული თემატიკის დიდი პოპულარიზაცია და ზოგადად ამ ნაწილის ხელოვნების რანგში აყვანა. გამომდინარე აქედან ძალიან დიდი მასშტაბის ღონისძიება დაგეგმილი, მოწვეული ყავს არაერთი საერთაშორისო დონის ოსტატი, რომელიც თავის ქვეყანას წარმოადგენს. ბატონი ზაზარევიშვილის თაოსნობით ეს ღონისძიება ტარდება უკვე მეორედ და შესაბამისად ყოველწლიურ სახეს მიიღებს. ძალიან საინტერესო და ესეთი ასე ვთქვათ სანახაობრივი პროფესია ძალიან. მე მქონია შეხება ერთ-ერთ ხელოსანთან, რომელიც კი ბატონო ქართველთან, რომელიც აკეთებს ამ საოცარ წარმოვიდგინე, რომ მე მქონია შეხება, უნდა გეთქვა, რომ მე მქონია შეხება ამ პროცესთან და დამიმზადებია 1-2 ხანჯალი, მეგონა ამას. თათიგრი არა, მაგრამ ძალიან დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული და დიდი პატივისცემა ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ვინც ამ ყველაფერს აკეთებს.